დედაქალაქში მიმდინარე აქციების დროს დაკავებულებს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს გორში გამართულ საპროტესტო აქციაზე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის წინ შეკრებილებმა ხელახალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზეც გააკეთეს აქცენტი. ცნობისთვის ქალაქის მთავარ მოედანზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ყოველდღე იკრიბებიან. აქციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება ასე მანამ არ იქნება მოთხოვნები მიღებული როგორც ამას მოითხოვს ჩვენი აქციის წარმომადგენლობა. პირველი რაც არის უპირობოდ განთავისუფლდეს სინდისის პატიმრები და ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. რატომ ეშინიათ ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა ვერ ხვდები. თუ არ ეშინიათ ჩანიშნონ და წარმოადგინონ თავისთავად როგორც მართლმადიდებლო პოლიტიკოსები. ეგრე არ იქნება. ამიტომ ვითხოვთ, კიდევ ვიმეორებთ, ვითხოვთ განმეორებით აუცილებლად უნდა ჩანიშნოს არჩევნები და აუცილებლად უნდა განთავისუფლდნენ სინდისის პატიმრები. სამშობლოს სიყვარული დაჟადი არ უნდა იყოს. ეს არის საქართველო, რომელიც საქართველოს მაცხოვრებელსაც უზომოდ უყვარს თავისი სამშობლო და სამშობლოს პატრიოტები არიან.